მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, პატივისცემით, მადლიერებით. გისურვებთ მშვიდობას, კიდევ ერთხელ მშვიდობას და კიდევ ერთხელ მშვიდობას. მომენატრეთ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ეს დღეები ვერ ვიყავი თქვენთან ერთად და დღესაც ძალიან მოვინდომე, რომ მოვსულიყავი და რამე თქვენთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მომეტანა. და მოდით ვნახოთ ასეთი პატარა გაშლა სამ ვარიანტზე, გამოვა თუ არა ადამიანი კონტაქტზე და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი? ქალბატონები, მიყურებთ ბატონები, არ აქვს ხო მნიშვნელობა თქვენს თავზე გადაიტანეთ. ხო, ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი და ცოტა სენტიმენტალური, ცოტა დეპრესიული, ძალიან გრძნობიარე, აი მარტივად რომ შეუძლია შეშინდეს და მარტივად შეუძლია პირიქით ხო გამბედაობა კონდეს, მარტივად შეუძლია ტერილი და მარტივად შეიძლება გაღიმება მისი, მარტივად წინს და მარტივად უხარია. დაახლოებით ესეთი ადამიანი. თუმცა ძალიან ემოციურია, თვითონ სულ იმაზეა ორიენტირებული, რომ როგორმე სხვას ემოცია მისცეს. საინტერესოა და ამავდროულად არის ძალიან რისკიანი. ცეცხლზე თამაშება თავისი ქმედებებით, თავისი ქცევებით, ხშირ შემთხვევაში შეიძლება ისეთ რისკს წევდეს, რომ ძალიან სახიფათოც იყოს მისთვის, მაგრამ თუ ჩაიფიქრა ნებისმიერ რისკის ფასად ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს. ასეთი ტიპის ადამიანი ყავს და ვნახოთ ახლა ეს ადამიანი გამოვა თუ არა კონტაქტზე ჩემს მაყურებელთან. აბა მითხარი, გამოხვალ კონტაქტზე ჩემს მაყურებელთან. გამოვა მეგობრებო კონტაქტზე, ოღონდ ერთი პირობით. გამოვა, პირველი ვარიანტი გამოვა. ოღონდ ერთი პირობით, ნახეთ, მდორე, აი ტბის ენერგიების მატარებელი ურთიერთობას ეს ვერ იტანს. სადაც არ არის აქტიურობა, სადაც არ არის დინამიზმი, სადაც არ არის გარკვეული, თუნდაც მხოლოდ კარგ ასპექტში, მაგრამ აი მონაცვლეობა, რაღაცა ენერგიების მონაცვლეობა უნდა იქნოს, რაღაცა, აი ისეთი მომენტი უნდა იყოს რა, ეს გაჩერებულ სიტუაციას ვერ იტანს. აი სულ რაღაცა გამოწვევების წინ უნდა იდგეს, სულ რაღაცა ადრენალინის მომენტი უნდა ჰქონდეს. მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს გამოვა ყველა შემთხვევაში ახლა გამოვა, მაგრამ ის გაითვალისწინეთ, რომ ამ ენერგიების მოყვარული ბატონი თუ ქალბატონია, სულ რაღაცა უნდა, მოკლედ სულ რაღაცა უნდა ქონდეს მოსაპოვებელი. ერთგვარი მონადირის ხასიათი აქვს ადამიანს. კაი, პირველ ვარიანტს მადლობა. ნახოთ მეორე ვარიანტი. ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი და გადამიფრინდა არკანი. ბოდიშს გიხდით ეს სკამი ჭრიალებს ასე. ხო, ვინ არის და ჰიეროფანტის არკანი. ძალიან ჭკვიანი, ძალიან განათლებული, ძალიან ისეთი მრავალმხრივად განვითარებული ადამიანი, ხო? რომელიც თავის წრეში შეიძლება საკმაოდ დიდი სახელით და ავტორიტეტითაც სარგებლობს, რომელსაც პატივცემენ და აქეთ რჩევასაც ეკითხებიან. ხო, კიდევ ვინ არის? ხუთიანი კვერთხები, და კვერთხების ტუზი. ცალსახად ძალიან აქტიურ, ძალიან ენერგიულ, ძალიან ქარიზმატულ ადამიანთან გვაქვს ჩვენ საქმე, რომელსაც უყვარს გამარჯვებები, რომელსაც უყვარს ყველა შემთხვევაში ნებისმიერი სიტუაციის ფასად წინსვლა, ანუ დასახული მიზნის განხორციელება, სადაც მიდის თავისი, სადაც მივა თავისი კვალი რომ უნდა დატოვოს, თუმცა ამავდროულად ცოტა კონფლიქტური, ცოტა კონკურენტული ხასიათიც აქვს, ხო?
ძალიან მოჭარბებული აქვს ენერგია, რომელიც შეიძლება ხშირ შემთხვევაში აგრესიაშიც გადასდის. თუმცა სული იბრძვის წარმატებისთვის, ხო, სულ, მაგრამ ცოტა იოლად ფეთქებადი და იოლად აღგზნებადი ადამიანია. არ გამოვრიცხავ ძალიან კარგი ფიზიკური მონაცემების ადამიანიც იყოს, ისეთი ცოტა ათლეტური აღნაგობის. კარგით. და გამოხვალ კონტაქტზე ჩემს მაყურებელთან. არა მეგობრებო, აბა როგორ უნდა გითხრათ ახლა მე აი ამ არკანებით. მან უნდა გაიაროს, ნახეთ, ტრანსფორმთან პაჟია. კი, კვერთხებია, მაგრამ კვერთხების პაჟია, ხო, კვერთხების ქალიშვილი. აი რა გითხრათ მეგობრებო, ცალსახად ადამიანი არის იზოლაციაში, ადამიანი არის ტკენებში, ადამიანი არის რყევებში. სიკვდილის არკანით შეიძლება იმასაც ფიქრობს, რომ რაც უკვე ძალადაკარგულია, რაც უკვე მოძველებულია, რაც უკვე ასე ვთქვათ, საძირკველ მორყეულია, იქნებ აღარც მინდა, ხო, ამასაც რომ ფიქრობდეს, მე არ გამიკვირდება ამ არკანების კომბინაციით. ერთადერთი ხომ გეუბნებით, კვერთხების ქალიშვილია, რომელიც, რაღაც ელემენტარული დადებითი ენერგიების მატარებელი კი ბატონო არის, მაგრამ მაინც პაშია, ხო? რაღაცა სურვილის დონეზე კი ბატონო, შეიძლება აქვს ეს მომენტი, უნდა მოსვლაც, გაამარჯვებაც, რაღაცა კარგი ამბავიც ხო. ყოველ შემთხვევაში შეიძლება უნდადეს კონტაქტი მაპატიეთ, ასე ვთქვათ, რაღაცა ინტერნეტის საშუალებით, მცირე ტიპის ბოთის გიხდით, მცირე ტიპის ნაბიჯებით, მაგრამ ჯერ ძალიან დიდი დრო დაჭირდება და ამ დიდ დროს მე ასე ხარ პასუხისმგებლობას ტაროს ვერ დავაკისრებ, ხო, აი სანამ აი აქ სიტუაციიდან არ გამოვა და სიკვდილის არკანის ტრანსფორმაციას არ გაივლის, კი ბატონო, აქ ეს მაქვს, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით რა ენერგიებით დაასრულებს ამ ტრანსფორმაციას, ხო? სადღაც იმედი კი ბატონო არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ახლა ამ ეტაპისთვის არა მეგობრებო, მადლობა მეორე ვარიანტს და მესამე ვარიანტი. ვინ არის ეს ბატონი თუ ქალბატონი? ხო, ადამიანი ძალიან ემოციური, ძალიან კეთილი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან გონიერი, ძალიან სამართლიანი ამავდროულად. ადამიანი, რომელიც არ უშინდება სიახლეებს, ადამიანი, რომელიც არ უშინდება არანაირი ტიპის ცვლილებას, რომელიც ტრანსფორმაციებისთვის მზად არის და მის ცხოვრებაში ძალიან დიდი დოზით არის დაშვება სამყაროს მხრიდან ზუსტად სხვა ტიპის ტრანსფორმაციების, ხო? ადამიანი, რომელიც აი როგორი მომენტი აქვს, იცით, თავის ბავშვურ მეესთან, თავის თავში შენახულ ბავშვთან, ხო? თავის თავში გადარჩენილ ბავშვთან დღემდე რომ კავშირი აქვს და რაღაცა გარკვეული ტიპის მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ჭკვიანი ესეთი გონება მახვილია, ხო, რაღაც ბავშვური მომენტები შეიძლება ხშირ შემთხვევაში გქონდეს და ეს პასაჟები დაიჭიროთ. გამოვა კონტაქტზე. და აქაც დიდი დრო დაგჭირდება მეგობრებო, ორი მაღალი არკანი მაქვს, სულელის არკანი და მზის არკანი, რომლებიც ცალსახად იმედის მომცემია, ცალსახად იმის მთქმელია, რომ ახალი შანსები, ახალი რაღაცების განულება, შემსუბუქება და იმის წილად მე რაღაც ახალის დაწყება, ხო, ზემით უმეტეს წარმატება, გამარჯვება, ასევე ხმლების პაჟია, მაგრამ მაინც ენერგიის მატარებელია, ხო? არ არის ხმლების მეფე, ასე ვთქვათ, ჯერ მაგამდე არ ვართ, მაგრამ
კი ბატონო, ამ არკანით შეიძლება რაღაცა ისეთ ასევე მოქმედებაზე ვიფიქროთ, ხო? ანუ თითქოს გეგმავს რაღაცას, თითქოს აი გადაწყვიტა, რომ ბოლოს და ბოლოს თავისი ასაღები სიტუაცია უნდა აიღოს, ხო? რაღაცა უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ ჯერ აი ამ ფონიდან უნდა გამოვიდეს, ამ ტკენებიდან ეს უნდა მოიშუშოს, ესენი უნდა განმეულოს, ისე რომ აქაც დრო გჭირდებათ შემოკარგულ ადამიანებო. მადლობა ყურადღებისთვის. მე წარმატებებს გისურვებ და არ დაივიწყოთ, რომ ეს გაშლები მაინც საჯაროა. ნახვამდის.